აი თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ მშვიდობიანი პროტესტანტები, რომლებიც აქ დგავართ, მხოლოდ და მხოლოდ ორი მოთხოვნა გვაქვს. ეს არის არჩევნები დამოუკიდებელი და თავისუფალი და გათავისუფლება იმ უკანონოდ დაპატიმრებულების. არ ვიცი, ეს ნაძვისხე უნდა აინთოს, არ აინთოს, ეს ჩემთვის არ ვიცი, მეორე ხარისხოვანია. მთავარი მოთხოვნა ამ ადამიანების, რატომაც აქ დგავართ, არის ზუსტად ის, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ნაძვისხეც უნდა აინთოს, ზეიმებიც უნდა იყოს და ეს ყველაფერი გვინდა კეთილდღეობა გვინდა რა, თავისუფლება გვინდა, მეტი სხვა ჩვენ არაფერი არ გვინდა. რა ვიცი, გვინდა რომ ნაძვისხეც აინთოს, ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ აქ დგავართ იმისთვის, რომ რაღაცა მშვიდობიანად გვინდა რომ ეს ნაძვისხე აინთოს, გვინდა რომ ყველას ამ ქვეყანაზე ერთი ადამიანიც არ მინდა არსებობდეს, ვისაც არ ენაძვისხევება. ერთი ადამიანი კი არა, აქ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი დგავართ იმისთვის, რომ რა ვიცი რა, მშვიდობა გქონდეს, მართლა რეალური მშვიდობა გქონდეს და მართლა რეალურად შევძლოთ ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარულის გაზიარება, არა ჩუქება სიყვარულის, სიხარულის და ამის საშუალება არ გვეძლევა რა, ანუ მართლა არ გვეძლევა, მართლა არ მიხარია, მართლა არ მინდა ეხლა აი აქ რა ვიცი, მე-17 დღეა თუ მე-16 დღეა არის არეული მაქვს, აი ამ ყინვაში, აი ამ სიცივეში დგომა და რაღაცა ამ სტრესში ყოფნა და აი ამ რაღაცა დაძაბულობაში ყოფნა, რომ აი იქ ვიღაცა პროვოკატორი არ იყოს, იქ რაღაცა ის არ მოხდეს, რაღაცა არეულობა არ იყოს და ამის გამო ვთხოვთ ერთმანეთს, რომ მოდით ერთად ბევრნი დავდგეთ იმისთვის, რომ რაღაცნაირი საშუალება არავის პროვოკაციის არ ქონდეს. გვინდა რომ აინთოს ნაძვისხე, როგორ არ გვინდა, მშვიდობიანად გვინდა ყველაფერი. და რატომ არ მიდის დათმობაზე ქართული ოცნების ხელისუფლება? 17 დღეა თარიღებით და დღეები შეიძლება აგვერია, მაგრამ ვითვლით დღეებს, რამდენი დღეა დგავართ უკვე ქუჩაში, ვიცით და 17 დღეა არც ერთი დათმობა არ გვინახავს ქართული ოცნების მხრიდან. შესთავაზეს საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა ორბელიანზე სახალხო ღონისძიების გამართვა, ესეც არ დათმო გუშინ კახიკალაძემ გაავრცელა განცხადება. თქვენი აზრით, ასეთ მშვიდობას გვპირდებოდა ქართული ოცნება და რატომ არ მიდის ის დათმობა? ჩემი აზრით არა, ფაქტია ეს, ხო, ჩვენ ხო რაღაცა არ გვიწევს ჩვენ რაღაცეების მოფიქრება, მოგონება, ეს ხო ამას არ ნიშნავს, ეს ხო ესე ხო არ იყო და ამას ხო არ გულისხმობს. ყველაფერი ზედაპირზეა. არ მგონია რომ რაღაცა აქ კითხვის ნიშნები არსებობდეს. არ მგონია რომ ქვეტექსტების კითხვა აქ რამე საჭირო იყოს. პირდაპირი ტექსტით, პირდაპირი ქმედებებით, პირდაპირი მოწოდებებით, პირდაპირი ყველაფერი დღევანდელი რაღაცა პრეზიდენტის თითქოს დანიშნით თუ არჩევნებით თუ რაც ქვია ამას, ანუ აქ რა ვიცი, არანაირი კითხვის ნიშანი არ მაქვს. მე პირადად თუ ვინმეს აქვს კითხვის ნიშანი, კი ბატონო, რა ვიცი, დავსწრეთ და დავილაპარაკოთ, აუხსნათ ერთმანეთს საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ხა დათმობაზე წას ალბათ უკან დასახევი გზა, რომელიც სადაც მიყავთ ქვეყანა, იქ და ვართ უკვე იქ, ხა ჩვენ ვცდილობთ, რომ იქიდან გამოვიდეთ და შესაბამისად უკან დასახევი გზა ალბათ არ აქვთ და მათი ქმედებებით ამას მეტყველებს, მაგრამ არ ვიცი, ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სადამდეც ეს ჩვენი ორი მთავარი ძირითადი პირობა არ შესრულდება. მშვიდობიანად, წყნარად და სიყვარულით.